დავიწყოთ თავიდან. უკვე დიდი ხანია, რაც მედიაში აღარ საუბრობენ ტრამპის სამშვიდობო ბეგმაზე, რადგან ისინი ირანით იყვნენ დაკავებულები. სწორედ ამიტომ ტრამპის განცხადება 31 ივლისს ყველასთვის დიდი სიურპრიზი იყო. ჰამასმა დათანხმდა სრულ განიარაღებას, ზუსტად იმაზე, რასაც ამდენი ხანი უარობდა. მას რა შეიცვალა? როგორც ჩანს, ბევრი რამ, მაგრამ ჰამასის თანხმობა განიარაღებაზე არ არის მთავარი ამბავი. დავბრუნდეთ 2025 წლის ოქტომბერში, როცა ტრამპმა გამოაცხადა ეს 20 პუნქტიანი ღაზის სამშვიდობო გეგმა. 9 თვის განმავლობაში გეგმა პირველ ფაზაში იყო გაჭედილი. ცეცხლის შეწყვეტა ამოქმედდა მას შემდეგ, რაც ჰამასმა გაათავისუფლა ბოლო ისრაელელი მძევლები. და 2026 წლის იანვარში, როცა ბოლო მძევლების ნეშტები დაბრუნდა, გეგმა გადავიდა მეორე ფაზაში, რომელიც უნდა გაახილულიყო უფრო რთული საკითხები: განიარაღება, ისრაელის გასვლა, მმართველობა და აღდგენა. თუმცა 6 თვის განმავლობაში რეალურად არაფერი მომხდარა. მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, მაგრამ შეფერხებით და ღაზაში ბრძოლები გრძელდებოდა და მოულოდნელად ტრამპმა გამოაცხადა ეს გარღვევა, რაც ყველასთვის შეუძლებლად მიიჩნეოდა. თუმცა სულ რამდენიმე საათში ჰამასის წარმომადგენლებმა დააზუსტეს რეალური პირობები. ჰამასი განიარაღდებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისრაელი ჯერ შეწყვეტდა ყველა სამხედრო ოპერაციას და სრულად გაიყვანდა ჯარს ღაზიდან და დაუშვებდა ჰუმანიტარული დახმარების ზრდას და მიიღებდა პალესტინის სახელმწიფოებრიობას. ზოგი ითხოვდა, რომ ეს საერთოდ არ არის შეთანხმება. გარღვევის შესახებ განცხადებები თეორიულად სწორია. ჰამასი დათანხმდა განიარაღებას, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ იცის, ამ განიარაღების პირობები არასდროს შესრულდება. მათ რეალურად არ სჭირდებათ განიარაღება. უბრალოდ შეუძლიათ განაცხადონ, რომ ამას გააკეთებენ და უყურონ, როგორ გადადის ზეწოლა ისრაელზე. ხვდებით სტრატეგიას? კარგი, რადგან ირანის შემთხვევაში დრო კიდევ უფრო შეკუმშული იყო, მაგრამ სქემა იგივეა. აგვისტოს დასაწყისში დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მზად არის ირანზე გადამწყვეტი სამხედრო დარტყმა მიაყენოს. ისრაელი მაქსიმალურ მზადყოფნაშია. გამანადგურებლები პოზიციებზე გადადიან, თავშესაფრები იხსნება. რამდენიმე საათში კი ტრამპი აცხადებს, რომ მან აღწერა მშვიდობის ჩარჩო, რომელიც ეხება როგორც ჰორმუზის სრუტეს და ირანის ბირთვულ პროგრამას. რადგან ტრამპმა სამხედრო ესკალაციის მყისიერი საფრთხე დროებით შეაჩერა მოლაპარაკებებზე დაბრუნებით, ორივე მხარე ახლა პროგრესს აცხადებს, თუმცა სრულიად საპირისპირო მიმართულებით მოძრაობენ. ტრამპი აცხადებს, რომ ირანი მოლაპარაკებებზე იძულებით გამოიყვანა. ირანი კი აცხადებს, რომ საფრთხებს, რომ საფრთხე დროებით შეჩერებულია. არც ერთი მხარე არ თმობს მნიშვნელოვან პოზიციებს. ისინი მხოლოდ მოგვიანებით დათანხმდებიან ბირთვულ მოლაპარაკებებს, თუ გარკვეული პირობები შეიცვლება. ანუ, დიახ, მოლაპარაკებებში წინ მივდივართ, მაგრამ არა იმ საკითხებზე, რაც დასავლეთს ან ტრამპს რეალურად აინტერესებს. უფრო ჩვენს პირობებზე. და ჩვენ ვცდილობთ ისე გამოვაჩინოთ, თითქოს პრობლემა ტრამპია. ხედავთ ამას? იგივე სტრატეგია ჰამასთან და ირანთან. ყველაფერი ზუსტად ერთდროულად ხდება და მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა საკითხებზეა საუბარი, ეს იდენტურია.